საბანკო და კერძო სესხებით დაზარალებული მოქალაქეების პროტესტი თბილისსა და ბათუმში ადამიანები, რომლებსაც იპოთეკით დატვირთული ბინებიდან გამოსახლება ემუქრებათ, სესხების გადავადებაში დახმარებას პრემიერ ივანიშვილს თხოვენ. დაზარალებული მოქალაქეები მთავრობისგან იმ დაპირების შესრულებას ელოდებიან, რომლებიც კოალიცია ქართულმა ოცნებამ მათ წინა საარჩევნო პერიოდში მისცა. რა პასუხი აქვს ხელისუფლებას და როგორია ბანკების ასოციაციის, ექსპერტებისა და არასამთავრობო სექტორის პოზიცია, მარიამ ცარელაშვილი კი ამბობთ. ფერიძეების ოჯახს ქუჩაში დარჩენა ემუქრება. ბანკისგან აღებულ ვალს ვეღარ იხდიან, რადგან აჭარაში დაწყებული საოჯახო ბიზნესი, როგორც ამბობენ, სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო გაუჭირდათ. დღეს მთავრობას ბანკთან შუამდგომლობას თხოვენ, რომ დაგროვილი იპოთეკური სესხის გამო მათ უკვე მეორე საცხოვრებელი სახლი აღარ გაუყიდონ. ჩვენ ვთხოვთ, რომ შეიძლება ეს გადაგვივადოს, შეაჩეროს ეს გაზაფხულებამდე მაინც რომ მიწის ნაკვეთი გავყიდოთ რაღაც ისეთ, რომ დავფაროთ. ანალოგიური მოთხოვნით დღეს ბათუმში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ამბობენ, რომ საკუთარ პასუხისმგებლობას არ გაურბიან, თუმცა ვალის გადახდას მხოლოდ გადავადების შემთხვევაში შეძლებენ. ამ პროცესში მათი თქმით სახელმწიფო ჩარევაა საჭირო. მოხდეს დაბალპროცენტიანი ჰიპოთეკით გრძელვადიანი სესხი და გადამხდელ უნარიანები ვართ და ჩვენ გადავიხდით ამ თახას, გვაჩუქეთო არც ესეთი არ ვამბობთ. ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან შეიკრიბნენ დღეს დილით თბილისში იპოთეკით დატვირთული ბინების მესაკუთრეები. აქციის მონაწილეები ვალების გადავადებას და რესტრუქტურიზაციას ითხოვდნენ. ბინებიდან გვასახლებენ, ბინები იყიდება ისევ და გვინდა რომ შეჩერდეს, გადავადება მოხდეს და გამოსახლებები შეჩერდეს, საახსრულებო წარმოება შეჩერდეს. სესხებთან დაკავშირებული პრობლემებით სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრს დღეში საშუალოდ 40 ადამიანი აკითხავს. ცენტრის ხელმძღვანელი იმ ობიექტურ მიზეზებს ხსნის, რის გამოც ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები უბინაოდ რჩებიან. ხელშეკრულებები ყველა იყო დადებული ცალმხრივი, ანუ ითვალისწინებდა მარტო იმ მხარის ინტერესს, ვინც გასცემდა თანხას. მეორე მხარის ინტერესი არც ერთ ხელშეკრულებაში, არც ბანკებთან, არც კერძო იპოთეკარებთან, არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან არ არის გათვალისწინებული. ბანკების ასოციაციაში ამბობენ, რომ საბანკო სექტორის წილი ამ პრობლემაში ძალიან მცირეა. ზურაბ გვასალიას თქმით, ამით ძირითადად კერძო იპოთეკარები ქმნიან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე დიდი რაოდენობა არის ამ პრობლემური სესხებისა, ეს არის ფიზიკური პირების მიერ გაცემული სესხები, სადაც არანაირი შეფასებები რისკებთან მიმართებაში არ ხდება, მთავარი არის კონდეს საცხოვრებელი სახლი. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით 2012 წელს გამოსახლების 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. ალბათ ყველა საქმე მაინც მოითხოვს ინდივიდუალურად შესწავლას, გაანალიზებას. ეს არის რა თქმა უნდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მისაღებია და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ბუნებრივია გამოიწვევს აისახება აუცილებლად კანონმდებლობაშიც. საკანონმდებლო ცვლილებების მიღების დაპირება, როგორც მსესხებლის, ასევე გამსესხებლის უფლებების დასაცავად, კოალიცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში დევს. უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე დღეს ამბობს, რომ სახელმწიფო კერძო დავებში ვერ ჩაერევა, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულები ამ პრობლემის წინაშე ობიექტური მიზეზების გამო აღმოჩნდნენ. ეს არის სუბიექტ შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ამაში ჩარევის უფლება, რა თქმა უნდა, არავის არ აქვს. თუ რამე ხელმოსაკიდებელი იქნება, სახელმწიფო აუცილებლად ამ მიმართულებით იმუშავებს. სამთავრობო კომისიაში, რომელიც პრემიერ ივანიშვილის ქობულეთელებისთვის მიცემული დაპირების შემდეგ შეიქმნა, კომენტარს არ აკეთებენ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში ამბობენ, რომ ამ დრომდე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.